ესაც ბანკის წარმომადგენელი ან ამონგობი კომპანიის წარმომადგენელი გვიკავშირდება და გთხოვს რომ ჩავრიცხოთ რაღაც მინიმალური თანხა მაინც ხომ? ან თქვათ გითხრას რომ აი 2 დღეში ჩარიცხეთ თუ დღეს არ გქონდა და ჩვენ შევპირდებით რომ კი ამას მე გავაკეთებ. ეს უკვე შეიძლება ჩაითვლება ამ ვადის თავიდან ათვლის პირობად. თუ მაგალითად გასული იყო 2 წელი და 10 თვე და 2 თვე ქონდა დარჩენილი იმისთვის რომ ეს სესხი ხანდაზმულად გვექცია, რა წამს კი ჩვენ ამ მინიმალურ თანხას თუნდაც ათვლას ჩავრიცხავთ, ეს ვადა თავიდან დაიწყება. რასაც თქვათ სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება სესხი ხანდაზმულად აღიარა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მეორე დღესვე გვაქვს სუფთა საკრედიტო ისტორია და შეგვიძლია ვთქვათ რაღაცა ნებისმიერი სესხი ავიღოთ და ეს არ არის ასე. ეს ისტორიაში რჩება საკრედიტო ისტორია ჯერ კიდევ სუფთა არ გვაქვს. ასე ვთქვათ 5 წლის განმავლობაში რჩება და ამ დროის გასვლის შემდეგ ჩვენ უნდა მივმართოთ ორგანიზაციას და მოვითხოვოთ ჩვენი ამ სეიდან ამოღება. ასევე არსებობს